მეგობარო, იცი თუ არა, რომ დამარცხების განცდა შენი გონების ხაფანგია? სამყაროში, სადაც მიზანი გამოცდილებაა და არა გამარჯვება, მარცხის ადგილი აღარ რჩება. წაგება მხოლოდ მათთვის არსებობს, ვინც ცხოვრებას მშრალი შედეგებით ზომავს. სურდა ტრიუმფი, მიიღე მარცხი და დამარცხებულად ჩაითვალე. მაგრამ საკმარისია რა კურსი შეცვალო და გამარჯვების ნაცვლად მიზნად გამოცდილება დაისახო, მარცხის აჩრდილი ქრება. გსურდა გეცადა და სცადე, გსურდა პასუხი და მიიღე, გსურდა საკუთარი საზღვრების შეგრძნება და იგრძენი. აქ შედეგი მხოლოდ დეკორაციაა. თავარი კი ის გაკვეთილია, რომელიც შენში დარჩა. ნამდვილი საგანძური არა მედალი, არამედ გაცნობიერებაა. არა თასი, არამედ ის ადამიანი, ვინც ამ პროცესში ჩამოყალიბდა. ჭეშმარიტი მარცხი მხოლოდ განზე დგომაა, როცა არ გაბედე, მოედანს მიღმა დარჩი, უსიცოცხლო სიმშვიდეში აირჩიე ყოფნა. აი ეს არის ნამდვილი დანაკარგი. ყოველი სხვა მარცხი კი მხოლოდ საფეხურია, რომელიც შენს სულს, სიმტკიცესა და სიბრძნეს მატებს. როგორც კი გამარჯვების წყურვილს, გამოცდილების წყურვილი ჩაანაცვლებ, შენ ხდები უძლებელი, რადგან იმ გზაზე, სადაც ყოველი წინააღმდეგობა შენაძენია, წაგება ფიზიკურად შეუძლებელია და სწორედ ეს არის შემოქმედის გზა.